მოგესალმებით FM 105.9-ზე გემრიელი რეკომენდაციების დრო დადგა და აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ კიდეც რადიო ებედის Facebook გვერდის საშუალებით პირდაპირ ეთერში, ასევე პორტალებზე MyVideoG, Imedi.gi და Magtis IPTV 53 არხზე. დღეს ვფიქრობ, გამოგვივა ძალიან ისეთი გემრიელი და განსაკუთრებულად ტკბილი გადაცემა, იმიტომ რომ დესერტებზე ვისაუბრებთ და ვიმოგზაურებთ სხვადასხვა ქვეყანაში ამ მიმართულებით განვიხილავთ რომელ ქვეყანას რომელი დესერტი და როგორი ტიპის დესერტები ახასიათებს, რა ადგილი უკავია ამ ყველაფერში საქართველოს, სად ვართ ჩვენ და რამდენად განსხვავებული თუ აქტუალური და პოპულარულია ქართული დესერტები და მოკლედ მსოფლიო ტენდენციებზეც ვისაუბრებთ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის შეფ კონდიტერი თამუნა ციკლაური. მოგესალმებით თამუნა, მადლობა სტუმრობისთვის. მეც მადლობა და პატიჟებისთვის. თემა ჩემთვის ძალიან საინტერესო და საყვარელი. ვფიქრობ, ყველასთვის საინტერესოა, იმიტომ რომ საქართველოში განსაკუთრებით გვიყვარს ტკბილი და გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ადგილობრივი ბევრი თუ არა გამორჩეული, შეიძლება ბევრი არა, მაგრამ 4-5 ალბათ განსაკუთრებული და ყველასგან განსხვავებული დესერტი, ამის მიუხედავად ძალიან მარტივად იმკვიდრებს ადგილს სხვადასხვა ქვეყნის დესერტები ჩვენთან ძალიან პოპულარული. იმდენად პოპულარული, რომ ბევრს ქართული გონია, მაგალითად იგივე ეკლერი, ან აი თავისი შუ და ასე შემდეგ, რომელიც სხვა ქვეყნიდან შემოვიდა. რომელი დესერტები გაგახსენდება უფრო ყველაზე მეტად ახლა, რომელიც აუცილებლად უნდა გავსინჯოთ, აი 10 თუ არა 5-7 მაინც რომ ჩამოვთვალოთ, ყველაზე პოპულარული მსოფლიო მასშტაბით. მოდი გეტყვი, ასე ვთქვათ, ყველაზე ბესტსელერ დესერტებს და ქართველებმაც რომ ძალიან შეიყვარეს და შეიძლება სწორად თქვი ადგილობრივი გონია, იმდენად ახლოს არის ჩვენს რეცეპტორებთან. პირველ რიგში ალბათ ტირამისუ, ჩიზკეიკი, ბრაუნი, პანაკოტა, ეკლერი, შუ, პარი-ბრესტ ერთი კატეგორია, იმიტომ რომ ბაზა ერთი აქვს, ერთი ცომი აქვს, კრემ-ბრულე, შტრუდელი, პავლოვა და ფენოვანი ძალიან გვიყვარს, ფენოვანი ცამებისგან მომზადებული დესერტები და ერთ კატეგორიაში გავიყვანდი მილფეის და ნაპოლეონს, რომელიც ცხობის ტექნიკაა განსხვავებული, ისე წარმომავლობა ფრანგული აქვს ორივეს და ეს დესერტები არის აი ფეხგადგმული და მენიუში თუ იქნება ამ დესერტებიდან რომელიმე ხუთეული უკვე წარმატებული დესერტების მენიუთ ითვლება. ჩაბურეთ ვარ საკმაოდ დიდი იყო მაგალითად ჩემი გემოვნებისთვის ყველაზე უფრო მისაღები, უფრო სწორედ ფანტასტიკური გემოვნური თვისებებით გამორჩევა პანაკოტა და შუ, უბრალოდ შუს მთავარი საიდუმლო არის თუ კრემი არ არის ძალიან მაღალი დონის და ძალიან გემრიელი, მაშინ შუ არ ვარგა. ისე რა კრემით არ გამოდის ხოლმე ისე. ჩამოუთვალე და დავახასიათე დადებითი ის მივეცი რა ქვია შეფასება, ვიგულისხმე კარგად მომზადებული ყველაფერი და დავწყვიტე ტირამისუ გავარჩიოთ. კი ბატონო, თან მე მაინტერესებს აი თუ ახასიათებს რომელიმე ქვეყანას რაღაცა განსაკუთრებული მიმართულება, მაგრამ როგორც ჩემი დაკვირვებით ფრანგები უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ კრემოვან სტრუქტურებს და ჰაეროვანს კი ასეა ხო ტექნიკების გამოყენება, ანუ შემოქმედებითად უყურებენ ფრანგები, ვიზუალსაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და სამუშაო პროცესსაც დიდ ყურადღებას აქცევენ, ლამაზად, აი როგორც ბალერინა როდის ეკავს და რაღაცა სიამოვნებს ყურება, ფრანგი შეფების მუშაობაც იგივე სიამოვნებას განიჭებს ვიზუალს აუცილებლად დაუბრუნდებით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა საკონდიტრო ნაწარმოების დამზადების დროს ვიზუალურ მხარეს. აი ტირამისუ ახსენე და არაერთი ინტერპრეტაციით გამისინჯავს და არის რაღაცა დადგენილი წესი, რომელსაც არ უნდა გადაუხვიოთ თუ შეგვიძლია რომ სხვადასხვა ტიპის, მაგალითად კრემი გამოვიყენოთ, სხვადასხვა ბისკვიტი და ასე შემდეგ. ტირამისუს შემთხვევაში ესეთი ოქროს წესია, აუცილებლად თავარი ინგრედიენტი კრემის მომზადების უნდა იყოს მასკარპონე. ან ბიუჯეტურ ვერსიებში სხვადასხვა ესე ვთქვათ რძის პროდუქტებსაც განიხილავენ, მაგრამ აღარ ქვია ტირამისუ და ბრაზდები ხოლმე რაღაც არაჟნით და შესკელებული მაწვით გაკეთებული და ასე შემდეგ. ამას უკვე აღარ ქვია ტირამისუ. მასკარპონეს განმარტოთ რა არის, ვინც არის ის მათთვის, ეს არის ყველის, კი, იტალიური ყველია, რომელსაც აქვს ესეთი კრემოვანი, ცოტა სიტკბო დაყვება, ცხიმიანი კრემოვანი სტრუქტურა აქვს და გათქვეფილი ნაღების მაგვარია ვიზუალურად. კი, აი
უფრო აჭრილი, აი რომ გადაითქვიფება ნაღები, ეგეთი სტრუქტურა აქვს და ტირამისუს მთავარი ინგრედიენტებია: ესპრესო ყავა, მასკარპონე, კვერცხის გული, შაქარი და ლედი ფინგერსი, რომელიც არის ორცხობილად, თუმცა მე უპირატესობას ვანიჭებ ყოველთვის მომზადებულს, ანუ მე თვითონ ვაცხოვ. შეიძლება, ხომ ამის შეცვლა შეგვიძლია, შეგვიძლია რომ ბისკვიტი იყოს და არა ისე ცხობილები. ის ქარხნული ჭხირებია სახში მოსამზადებლად, რესტორნებიც იყენებენ, აადვილებს ძალიან საქმეს, მაგრამ მე უფრო მიყვარს ტირამისუ თუ კეთდება და გვაქვს პრეტენზია რომ საუკეთესო იყოს, ეს ჭხირებიც ჩვენი გაკეთებული. ჭხირებს აკეთებ და არა ბისკვიტს ჩვეულებს. ბისკვიტები, ან ის ცომია, რომელიც შეიძლება ჭხირებადაც დამზადდეს და მაგრამ სტრუქტურა უნდა იყოს იგივე. კი, სტრუქტურა იგივე, შაქარმოყრილი, ისეთ ცოტა მშრალი, შეწოვის უნარი უნდა ქონდეს და უნდა იჩერებდეს შეწოვილ სითხეს არ უნდა ჟონავდეს. კი. და მოკლედ იტალიაში ყავას მე ვიცი რომ ალკოჰოლიც გამოიყენება თუ როგორ მარსალა და მერე დაემატა აი კლასიკურ რეცეპტში მოკლედ არის ესპრესო. ხოლო ესპრესო, ბისკვიტი, დანამული და კვერცხის გულით მომზადებული კრემი, მასკარპონე კრემი და მერე უკვე ნაღებიც შეერია. გააჩნია ვის ხელში მოხვდება რეცეპტი, ადაპტირდება ხოლმე ქვეყანასთან და გარემოსთან. ჩვენ შემთხვევაში ალკოჰოლი გვყვარს და ჩვენთან ტირამისუს ემატება ნუშის ალკოჰოლი, ამარეტო ეგრეთ წოდებული. და ესეთი ენერგიის მომცემი ყავის ხარჯზე იძლევა ენერგიას, ესე ვთქვათ, და ტირამისუც, როგორც იცი, ითარგმნება lift me up, ანუ ამიდაძე. ჩემთვის გემრიელესი დესერტია, ისე როგორც პანაკოტაც. პანაკოტა სხვა შორის შეიძლება არ იცოდეს ჩვენმა მსმენელმა, განმარტავ, ეს არის დაახლოებით ბლომანჟეს ეძახიან ხოლმე, დაახლოებით ასეთი ჟელესებური კონსისტენციის არის, სხვადასხვა ვარიაციებით შეიძლება იყოს ყავის დავაგემოვნე ახლახანს და იყო უგემრიელესი, არის ხილის, ვანილის და ასე შემდეგ. სუბუქი ზაფხულში სხვა შორის ყველაზე უფრო მისაღებია ხოლმე. დაიბადა ანუ ესეთი ორიგინალური ვერსია და საწყისი ვერსია იყო ვანილი, ნაღებს ემატება შაქარი, ვანილი და ჟელატინი და ზუსტად ჟელატინის რაოდენობა განსაზღვრავს ხოლმე, ეს არის საკვანძო ინგრედიენტი. გააჩნია თუ ჭიქაში მზადდება უფრო ნაკლები ჟელატინი უკეთდება, იმიტომ რომ ჭიქა გაძლევს საშუალებას რომ ფორმა არ დაკარგოს და თუ ფორმიდან ამოღებული ცოტა მეტი ჟელატინი უკეთდება და მოკლედ ჟელატინი განსაზღვრავს პანაკოტის ხარისხს და სახეობების, соуსები და ასე შემდეგ გემოვნების მიხედვით. აი შეფს აქვს უსაზღვრო, ბევრი ფერი, ბევრი გამა, ბევრი ინგრედიენტი, რომ ახალი გადახვევები შეგვიძლია მაინც რომ გავაკეთოთ. კი არა და ჩვენ საქმეში ეგ არის ყველაზე საინტერესო, რომ გაქვს საშუალება. მე მაინტერესებს ქართული დესერტების შემთხვევაში თუ არის ნებადართული მსგავსი ტიპის რაღაცა ინტერპრეტაციები, თუ ჩურჩხელა უნდა მზადდებოდეს ისე როგორც ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ, ფელამუში ტყლაპი, კიდე რა გვაქვს? კი. ესეც გაჩნია შეფსის ხელში მოხდება ეს ყველაფერი, მაგალითად ჩვენ მე მქონდა ესეთი ჩემ გამოცდილებაზე ეტყვი, ნუ ჩურჩხელა რა თქმა უნდა წარმოებაში არ გამკეთებია, მაგრამ უცხოელი სტუმრები, აი ჩურჩხელას უკან ისტორია რაც არის, რომ ეს როდის მზადდებოდა, რა დანიშნულება ჰქონდა, რა სარგებელი მოქონდა, ეს ხიბლავთ ხოლმე ძალიან სტუმრებს და შინ ეხლა ბოლოს ყავდა ანჯელო მუსა ფრანგი კონდიტერი სტუმრად და პირველი კითხულობენ ადგილობრივი დესერტი და გავასინჯეთ ჩურჩხელა. მეორე დილით მითხრა, მასტერკლასები მქონდა ერთად ასისტენტობას უწევდი და მეორე დილით მითხრა, რომ იცი ჩურჩხელა რო ჭამე, ისეთ ენერგიაზე ვიყავი გუშინო და იმ დღესაც მე დაუპატიჟე და მივირთვა, ძალიან მოეწონა და კარგი შეფასება ჰქონდა და განსაკუთრებით ისტორია მოეწონა ჩურჩხელას უკან. რაც შეეხება ინტერპრეტაციებს, აი მე თუ დანაშაულად ითვლება, მე მაგალითად ბადაგი რო გამისინჯავს და ჩემთვის გემრიელი და კარგი ბადაგია, ცოტა რომ ბოლის გემოდაკრავს, იმიტომ რომ სოფელთან და რაღაც ტრადიციულთან ასოცირდება, მაგრამ რესტორანში და ესე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში და მაღალ კატეგორიის სასტუმროში ცოტა ვანელებ ხოლმე გემო მომყავს, აი ცოტა ევროპულ გემოზე, რომ სტუმრისთვის მისაღები იყოს. ცოტა დარიჭინს ვახმარ, ფელამუში და ესე ვთქვათ, ფელამუშისგან გამზადებული დესერტები ევროპელი სტუმრებისთვისაც რომ იყოს ისეთი გემრიელი. თუმცა ჩემთვის არის გემრიელი, აი ბოლის გემო რო დაკრავს რაღაცა სტუმრებს აკეთებს, წონთ ანუ გამორჩეულად აღნიშნავენ ხოლმე. კი,
იცი როგორ ეძახდა ჩემი შეფი, grape juice mousse არის, ანუ ყურძნის წვენის მუსიაო, ესე ჩვენც გვაქვს მსგავსი და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ აიგივებენ ტექნიკას, ფრანგულ ტექნიკას მუსებით ხო ისე მზადდება პიურეებით და ასე შემდეგ და აიგივებენ მოკლედ და უცხო არ არის მაგათთვის, მაგრამ ძალიან საინტერესოა. თუმცა მე ვახსენე რომ სხვა დესერტები, სხვა ქვეყნის დესერტები ძალიან პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არ ამგონია ჩვენი დესერტები, ან ჩვენი დესერტების დაგემოვნების შესაძლებლობა ტურისტებს ეძლევათ და არ ამგონია რომ დამკვიდრებული იყოს სხვადასხვა ქვეყანაში. მარიამ, იცი, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დესერტებს აკლია განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მიყვარს ქართული და რაღაცა აი რა იგულისხმება განვითარებაში? აი მაგალითად, იგივე ჩიზკეიქის ბაზა და პირველი ვერსია უკავშირდება საბერძნეთს, ყველიანი, ანუ ყველით და თაფლით მომზადებული დესერტია. წამოვიდა ევროპაში, განვითარდა, შეიქმნა ბასკური, ცივი ჩიზკეიქი, ნიუ-იორკ ჩიზკეიქი შეიქმნა და განვითარდა. ანუ ინტერპრეტაციების მომხრე მაინც ხართ ამ მიმართულებით, ხო? კი, აი მე მაგალითად ხშირად ვიყენებ ჩემს დესერტებში და თუ ეს თეფშის დესერტია საუბარი, უფრო მეტი შესაძლებლობაა, მაგალითად ფლორის ფორმის შოკოლადის დესერტი, მაგალითად დესერტი კავკასიონის მთებით ინსპირირებული. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ რაღაცა ქართული ინგრედიენტი, ქართული თემა ჩავთო, იმიტომ რომ საქართველოს ჩამოსულ სტუმარს უფრო შეიძლება აინტერესებდეს. კი, არ უნდა ჩიზკეიქი. იმიტომ რომ იმას ისედაც მიირთმევს იქ თავის ქვეყანაში ან სხვა ქვეყანაში. ძალიან ვეცადოთ მაღალი ხარისხი, მაღალი დონე, იდეალური გავაკეთოთ, მაგრამ შთაბეჭდილება მეაქვს მაინც ქართული დესერტით. და მოვახდინეთ ეს შთაბეჭდილებები იგივე მქროვით, კავკასიონით და სხვა ესეთი ქართული ელემენტებით. საინტერესოა ვიზუალზე ძალიან მაინტერესებს პასუხი, იმიტომ რომ ბოლო დროს ისეთი დახვეწილი გახდა დესერტები, რომ ხელოვნების ნიმუშები ხშირად მირთმევა დაგენანება, იმდენად მაღალ დონეზეა ვიზუალური მხარე და რაღაცნაირად ესეთი შეიძლება ჩემი შთაბეჭდილება ასეთი მცდარი, მაგრამ მგონია რომ აი ამ ვიზუალზე ზრუნვაში გემოები იკარგება და შეიძლება რომ ძალიან ვიზუალურად აი რაღაცა ტორტები ვნახე, ანათებს, ну აი წარმოუდგენელი სილამაზეები და რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ გგონია რომ აი სახლური ჩვეულებრივი სადაც მომზადებული მისართმევად უფრო მიმზიდველად გამოიყურება და ეს ასია თუ ჩემი წარმოდგენაა ეს ესეთი. ტორტები რო ანათებს, ეგ უკვე სხვა კატეგორიის დესერტებია და ну აი სხვა შემოქმედებითობა ერთობა და მაგას პატივს ვცემ, უბრალოდ ზომიერება საჭიროა, რაღაც უნდა გაჩერდნენ, რომ ტორტმა სიარული არ დაიწყოს და არ მოგესალმოს. და რაც შეეხება ვიზუალსა და გემოს შორის ბალანსის დაჭერა არის აი სუფთა პროფესიონალური ესე ვთქვათ საქმე და ჩემ შემთხვევაში როგორც ვიზუალზე ვარ პასუხისმგებელი და როგორც ვიზუალს ვითხოვ რომ იყოს იდეალური და შეეფერებოდეს ღონისძიებას, გარემოს, სიტუაციას, სეზონს და ასე შემდეგ, ისე ვარ პასუხისმგებელი გემოზე. სითბოს დაჭერა, ბალანსი, ინგრედიენტები ისეთ მინიმალურად, მაგრამ მძაფრად რო იგრძნობოდეს და კარგი დუეტი ან ტრიო რო იყოს გემოების, ამის ბალანსია ძირითადად ჩვენი საქმე და ჩემ შემთხვევაში მე ვცდილობ რომ ვიზუალი იყოს და ბევრი კომპლიმენტი მაქვს მოსმენილი რომ აი ვიზუალი გაამართლა. თუნდაც ამ თანამედროვე დესერტებს ხო შეიძლება იფიქრო რომ აი რაღაცა დაიკარგა ეს ძველი ბავშვობისგან. ბევრჯერ მიმიღე კომპლიმენტი რომ აი ამ დესერტმა ბავშვობა გამახსენა, იცი ადრე რო ვჭამდი რაღაც ვანილის კრემს, ეს დესერტი გავს მაგას და ეგ ყველაზე დიდი კომპლიმენტია ხოლმე. ანუ ჩემი შეხედულებები მცდარი ყოფილა. ხო რაღაცნაირად ის აი სახლური როგორ გითხრათ, იდეალი მაგალითად, უბრალოდ გაკეთებული შუ, ყოველგვარი რაღაცა განსაკუთრებობის გარეშე უფრო მეტად მიმზიდველია გემოვნური თვალსაზრისით. საჭმელად აი უფრო გგონია რომ გემრიელი და იმას უნდა უყურო ინტერიერს დაუშვათ ქორწილია ეს თუ რაღაც ესეთი წვეულება, უფრო უხდება გარემოს დასამშვენებლად. გეთანხმები, მეც მიყვარს ეს რაღაც სახლურად გაკეთებული რაღაცები, მაგრამ ეს ცოტა უკვე მაღალი კატეგორიის კონდიტერია ითხოვს სპეცს და თუმცა კარგია რომ ის რაც არის ასეთი ვიზუალის და გამორჩეულად ლამაზი, გემრიელიც არის და ძალიან კარგი. საინტერესოა ეს ბუნებრივია ეს კითხვა დაგება და იმიტომ რომ არასდროს გაგისინჯებს, მე მგონი
ჩემი გაკეთებული დესერტი. რომ და გამოვასწორო. კი, არ გამისინჯავს, მაგრამ სხვაგან გამისინჯავს ერთ-ორჯერ. აი, არც როდესაც ვყიდულობ, ამიტომ აღვნიშნეს, როდესაც ვყიდულობ, ყოველთვის მიზიდავს ის ჩვეულებრივი უფრო მეტად და ამიტომ არ გამისინჯავს. რაღაცნაირად აი ეს ძალიან გაპრანჭული ტორტებიდან ამსხვრევ მგონია რომ არ იქნება გემრიელი. ეგ არის მომხმარებლის ქცევა, რომელიც შეჩვეულია, ანუ რომელიც ენდობა შეჩვეულს. შეიძლება უკეთესი იყოს, მაგრამ ის უცხოა. ამიტომ ცოტა მომხმარებლის ქცევის შეცვლისკენაც ვმუშაობთ, რომ ეხლა ნელ-ნელა წამოვიდა. დღევანდელი ინტერვიუ და თქვენი სტუმრობა ამ ქცევას ცოტათი შემისვლის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა თქვენ გენდობით და თქვენს გამოცდილებას და უცებებლად დავაგებოვნებ. საინტერესოა ტენდენციებიც. ტენდენციებში გულისხმობ აი მაგალითად რაღაცა პერიოდის წინ, მაგალითად 5 წლის წინ 10 წლის წინ ძალიან პოპულარული იყო მარციპანიანი ნამსხვრები და განსაკუთრებით ტორტები ითვლებოდა რომ ყველაზე უფრო ესეთი მისაღები იყო ძვირი ძღირდა შედარებით და ასე შემდეგ. დღეს ეს ასე ვთქვათ მოდიდან გადავიდა. დღეს ეხლა ტორტებს რომ ვუყურებთ, ძირითადად არის აი 90-იანებში რომ რთავდნენ ალუბლებით და უბრალოდ კრემით მორთული სხვადასხვა ეს მოსართავებით ასეთი და რა ტენდენციებია ახლა ყველაზე ტრენდული რა არის დესერტების მიმართულებით? ეგ კრემი გამოვიდა უკვე გარეთ, ანუ იყო ის პერიოდი რომ მომხმარებლის მოთხოვნაზეც იყო დამოკიდებული, რაღაც ინტერნეტში ფოტოებს ნახავდნენ და ის შედეგი რაც იყო ფოტოებზე ფიზიკურად სხვანაირად ვერ მიიღწეოდა. მარციპანს და შაქრის პასტას შორის ძალიან დიდი განსხვავება. მარციპანი ნუშისგან დამზადებული უგემრიელესი და ერთ-ერთი ჯანსაღი ტკბილეულია. და გეთანხმები? არა, ის შაქრის პასტა, რომელიც გარედან ეკრება. მარციპანს ფიზიკურად გარედან ვერ გადააკრა, ეს არის სხვადასხვა რამ არის. უბრალოდ გავს ერთმანეთს ვიზუალურად და მარციპანს ეძახიან ამიტომ. გასაგებია. მარციპანი არის უგემრიელესი, ამარეტოს და ნუშის გემო დაკრავს და კამფეტებში და ბომბონებში გამოიყენება და ნამცხვრის ფენებშიც კი გამოიყენება და ის ზემოდან რაც არის მარციპანს ჩვენ რასაც ვეძახით, ეს არის ეს არის შაქრის პასტა, რომელიც არის დესერტების კატეგორია სხვა პროდუქტით ფიზიკურად ვერ მიიღებ შედეგს. ამიტომ, არც ალბათ კონდიტერებს დიდად არ უყვარს და ვიძახით ხოლმე ბანკეტებზე შინაურებს ვეუბნებით, რომ ეს არ შეჭამო. ესე მოაცალე არ შეჭამო, იმიტომ რომ მართლა ძალიან ერთბაშად იღებ უზარმაზარ რაოდენობას შაქრისას. ეხლა, ფრანგული კონდიტერია საერთოდ გამორიცხავს ამ მარციპანის ტორტებს, ეს სხვა კატეგორიაა. ეხლანდელი, მე მგონი მოინატრა მომხმარებელს, აი ეს ძველი დრო და კრემიანი და ალუბალი ზემოდან ის იმ დროის ბავშვები უკვე გაიზარდნენ და დიდობაში მოინატრათ ეს ძველი დესერტები და ეხლა ტენდენცია კი გარედან კრემით დამუშავებული, თუმცა ეს არ არის ფრანგული კონდიტერია, ანუ ჩვენ ჯერ ანუ ისევ მარციპანს არა, მაგრამ უსავალ დესერტებს, გლაზურებს არის ჯანსაღი დასაფერი, კაკაოს ცხიმით დასაფერავთ და ასე შემდეგ და კიდე ერთი რაღაც მინდა ვთქვა, როდესაც ფერებზეა საუბარი, როდესაც სხვადასხვა ტექნიკებზეა საუბარი, ფიქრობენ ხოლმე, რომ აი ჯანსაღი არ არის. არ ვიცი ხა სხვა წარმოზე, მაგრამ მე იმ სფეროში სადაც ვმუშაობ, ფერებიც ჯანსაღია. ის კაკაოს ცხიმი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ცხიმია. გარსის დასაფარად კაკაოს ცხიმს ვიყენებთ, აი თუ არის რაღაცა სიტყვაზე ვარდისფერი, კაკაოს ცხიმია, ფერით შეზავებული და იმით იფარება გარსი, ასე ვთქვათ, ეხლანდელი ტენდენცია და ჩემს ტექნიკებში და ჩემს თანამედროვე დესერტებში გლაზურებს ვიყენებთ და კაკაოს ცხიმის სპრეის. კი, ეს მე მგონი უკვე ისწავლეს რომ არ არის საშიში, იმიტომ რომ არის საღებავები და არის საკვების საღებავები. საკვების საღებავები გამოცდილია და არის უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის, ერთადერთი შეიძლება იყოს ალერგიული კონკრეტული ადამიანი იყოს იმ კონკრეტული საღებავის მიმართ ალერგიული, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველასთვის საშიშია, ისევე როგორც კვერცხიზეც არიან ალერგიული ადამიანები, მაგრამ ჩვენ ვინც არ არის კი გლუტენის აუტამობა ვისაც აქვს, ანუ ეს არის ინდივიდუალური გამონაკლისები კი ბატონო, რომელიც რა თქმა უნდა ყველა პროდუქტს ახასიათებს და ზოგადად ეს საღებავები საშიში არ არის რა თქმა უნდა. და თუ პროფესიონალის ხელშია და იყენებს ზომიერად. კი, რა თქმა უნდა.
ტენდენციები მაინც აი მარციპანზე ვისაუბრეთ, არის კიდევ რაიმე ტიპის ისეთი აი ეხლა აქტუალური რა არის ახლა ყველაზე მეტად? ეხლა ცოტა ფორმებიც დაკარგა დესერტებმა, თებშის დესერტებზე და ასე შემდეგ, უფრო ხილი წამოვიდა წინ. უფრო მეტად ჯანსაღი შეგვიძლია ვთქვათ? კი, უფრო მეტად ჯანსაღი და ჩვენ შემთხვევაში კი, ჩვენც შაქრის ნაკლები შაქარი კიდე, აი ერთი მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ვთქვა, ძველი რეცეპტებში დამჭირდა ისეთ რაღაცის გაკეთება, რაც დიდი ხანი არ მქონდა გაკეთებული და ამოვიღე ჩემი 2007 წელს რო ფრანგი შეფი გვაკეთებინებდა. გავამზადე, კი, ვიგზენი რომ შაქარი ბევრია, მაგრამ მეთქი ნუმერი შევცვლი რომ გავამზადდა დესერტი და იყო ისეთი ტკბილი, რაც 2007 წელს ძალიან ნორმა იყო. დღეს უკვე არა. გავანახევარი კი არა, კიდე ანუ 70% მოვაკელი შაქრის და მე დაჯდა ჩემს ეხლანდელ რეცეპტორებზე. შაქრის სხვათა შორის შაქართან დაკავშირებით უნდა ვთქვა, რომ შეიძლება დააგემოვნოთ, რა თქმა უნდა, შაქარი ენის რეცეპტორებს აქტიურებს და გემოს გამაძლიერებელია, გარდა სითკბოს, აი გემოს აღქმას უფრო მეტად აღვიქვამთ ხოლმე ეხმარება, კი. მაგრამ შეჩვევაზეც არის. მაგალითად, თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თქვენ არ მიიღებთ ტკბილს, ან მიიღებთ ძალიან ნაკლებად ტკბილს, შემდეგ უკვე ნაკლებად ტკბილიც ძალიან ტკბილად მოგეჩვენებათ. და თუ მაგალითად აი შედედებული რძის სითკბოს პროდუქტებს იღებთ ინტენსიურად, მაშინ თუნდაც გემრიელი იყოს ესა თუ ის დესერტი, თუ ნაკლებად ტკბილი, ანუ ზომიერად ტკბილი თუ არის, მოგეჩვენებათ რომ არის უგემური. ამიტომ შაქარი რომ მავნებელია ჩვენ ჯანმრთელობის წვავამ კარგად ვიცით, ამიტომ თუ გინდათ მასზე ცოტა უარი თქვათ, მოკლედ ერთი რამ დაახლოებით 2 კვირა, 1 თვე გაიჭირვეთ, შედარებით ნაკლებ შაქრიანი მირთვით ან საერთოდ უარი თქვით შაქარს და შემდეგ უკვე პროდუქტები და დესერტები ცოტა შაქრით ძალიან გემრიელი მოგეჩვენებათ. ეს კარგი ტენდენციაა. შაქართან დაკავშირებით მახსენდება აპრილის თვეში ანტონიო ბაშური, ესეთი მსოფლიო დონის და მსოფლიოში აღიარებული კონდიტერია, მიშლენის ვარსკვლავით აქვს ჩვენ სფეროში და ძალიან გავლენიანია, ეგ რო დადეთ, მოკლედ ჩანელი და დოლჩე გაბანა ასე შემდეგ ფერების ტენდენციებს რო წამოიღებს, ფორმების, გემოების, ну ჩვენ სფეროში ერთ-ერთი ესეთი არის ანტონიო ბაშური და მქონდა პატივი ვუმასპინძლეთ, ლანჩი მქონდა ჩვენს რესტორანში და მე რა თქმა უნდა მინდოდა რომ ჩვენი ყველა დესერტი გაესინჯა და გასინჯა დესერტები, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპლიმენტი რაც იყო, რომ ეს სითქვა იყო დაბალანსებული მისთვისაც, ემთხვეოდა ძალიან მის რეცეპტორებს ჩემი შეხედულება და ვფიქრობ, რომ მოგზაურობს მსოფლიოს ირგვლივ და სინჯავს აბსოლუტურად ყველაფერს. ქონდა რაღაცა ძალიან პატარა შენიშვნები, რაც მე სიამოვნა, იმიტომ რომ ესე იგი გულისყრუით გასინჯა ყველაფერი და ერთ-ერთი კომპლიმენტი რომ ეს ფერების, გემოების, სტრუქტურების ბალანსი დაცული იყო და ასევე იყო შაქრის ბალანსი დაცული. კი ვიყვებით მოკლედ მსოფლიო ტენდენციებს ჩვენც. ქართველებს გვიყვარს ზოგადად დესერტები და რა თქმა უნდა ავყვეთ განსაკუთრებით ევროპული დესერტები გამორჩეულად გემრიელია და უფრო მაღალი ხარისხის არის ეს საყოველთაოდ ცნობილი რეცეპტორებთან ძალიან ახლოს არის ჩვენს რეცეპტორებთან. ბოლო შეკითხვა მექნება, ასეთი ზაფხულია მაინც და რეკომენდაციების სახით, გემრიელი რეკომენდაციები გვექანდაცემას და რეკომენდაციები მაინც რომ გავცეთ. ზაფხულის პერიოდში როგორი თუ არის რაღაცა ესეთი წესი, რომელი ნამცხვარი რამდენ ხანს და რა პირობებში ინახება, მაგალითად კრემიანი ნამცხვარი, ფხვიერი, ქადის ტიპის, ან მაგალითად სხვადასხვა გულსათით, კი ბატონო, აი თუ არის ეს რეკომენდაცია რომ მივცეთ ჩვენს ეს ანუ ხასპის სტანდარტები არსებობს და ზაფხულ სეზონი, ანუ ყველა სეზონზე მუშაობს, ეს არ აქვს მნიშვნელობა ზაფხულია, ზამთარია თუ ასე შემდეგ, დესერტი უნდა ინახებოდეს პლუს მაცივარში 4 გრადუსზე, 4-დან 8 ნორმალ კვეთარღვევად ითვლება და ნუ მინუს მაცივარში -18 და -40-მდეც შეიძლება გააჩნია დესერტს. ხო, გააჩნია დესერტს და ასე შემდეგ. ზოგადად ფრანგული კონდიტერია საყინულს აღიარებს და ძირითადი ჩვენი მარაგები ინახება საყინულში, კი. და კი, მაგრამ ფიზიკურად წარმოუდგენელია სხვანაირად გაკეთება, თუმცა არ უკარგავს ეს არც ანუ იმ სიკეთეებს რაც აქვს ამ დესერტებს, მოკლედ არ უკარგავს საყინული. რაც შეეხება ვიტრინის დესერტებს და კვების საკვებ პროდუქტებს 72 საათია შენ სწორ პირობებში გულისხმობ შენახვას, ნუ მზისხივი არ უნდა ურტყავდეს ვიტრინას და ტემპერატურა დაცული უნდა იყოს და კონტროლირებადი უნდა იყოს მაცივარში. თუ კვერცხი აქვს და კვერცხი როგორც წესი თერმულად მუშავდება პროდუქტებში ან სიროფის დამატებით ან ტემპერატურის მატებით და ასე შემდეგ, მაგრამ არის რაღაც დესერტები, რაშიც კვერცხი არ მუშავდება, რა თქმა უნდა, მაგას ძალიან პატარა შენახვის
ვადა აქვს და მაცივარში უნდა შეინახოს. დანარჩენი ისეთი განსაკუთრებული არ ანუ არის. კრემიანი ნამცხვარი, მაგალითად შუ შეგვიძლია მაცივარში შევინახოთ რამდენი ხანია, დღეს მოვამზადეთ და იცი რა, შუს შემთხვევაში თუ ვიტრინაში დასადებად მზადდება, დილით იკრემება, იმიტომ რომ შუს აქ უნდა იყოს სინესტე შეიცვალოს და ის ეფექტი იკარგება, რაც რეალურად კარგს ხდის და გემრიელს ხდის შუს, ანუ სველდება. ალბათ შუ ვიტრინაში ერთი დღე ნახევარი. ჩვენ სახში ვამზადებთ ხოლმე, იშვიათად ხდება ეს, მაგრამ წელიწადში ერთხელ ალბათ. ცალკე გვაქვს კრემი, ცალკე გვაქვს ეს ბისკვიტები და უშუალოდ მირთმევამდე იკრემება, იმიტომ რომ კი სტრუქტურა მერე იკარგება, რაც შუს ახასიათებს. შოკოლადია დამუცველი პროდუქტი. აქვს უნარი შეინახოს, დიდი ხანი გაძლოს და არც დაკარგოს, არანაირი თვისება, არც ვიზუალურად არ დაპატარავდეს და შევიწროვდეს. ასევე ჟელატინსაც აქვს უნარი შეინახოს ცოტა დიდ ხანს. მაგრამ აი შუ, ეკლერი, ისეთი პროდუქტები ზოგ შემთხვევაში ვიტრინაში დადებისგან თავს იკავებენ, თუ სწრაფი ყიდვა არ არის, ხო? თუ სწრაფად არ იყიდება, იმიტომ რომ სველდება და რაღაცა ვიზუალს და ეფექტს კრემიანი ნამცხვარი დაახლოებით 1 დღე, მაქსიმუმ 24 საათი, სამაცივრო პირობებში და ფხვიერი ნამცხვარი 72 საათით შეგვიძლია რომ შევინახოთ. 72 საათი კი მაცივარში, ან დახლს ზემოთ იდება, ოღონდ ოთახში 22-23 გრადუსი მაინც უნდა იყოს. ამ შემთხვევაში რამდენი ხანია ოთახის ტემპერატურაზე? ალბათ 2 დღე. 2 დღე შეიძლება ალბათ, მაგრამ უდიდესი მადლობა აქვს და თავისი წესები აქვს და შეფი აკონტროლებს. და ალბათ გულსარცაც გააჩნია იქ ბევრ დეტალს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე მსმენელს შევახსენებ, რომ დღევანდელი ჩემი გაცემის სტუმარი იყო თამუნო ციკლაური. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. კიდევ გელოდებით, იმიტომ რომ თქვენი სტუმრობა ყოველთვის საინტერესოა ხოლმე და სულ გემრიელ და ტკბილად მოგზაურობთ სხვადასხვა ქვეყანაში და საკმაოდ საინტერესო და გასათვალისწინებელ რეკომენდაციებსაც ვისმენთ ხოლმე.